ექვსი თვე. ეს დრო ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილად საუკუნეებს უდრის. მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომლებიც ყოველთვის იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. iPhone 17 Pro ერთ-ერთი მათგანი არის. თუმცა, რა შეიცვალა 6 თვის შემდეგ, მოდით დღევანდელ ვიდეოში დეტალურად მოგიყვებით. 6 თვის მანძილზე რაც არ შეიცვალა, ეს არის iPhone-ის ინდუსტრიული დიზაინი. გასულ წელს ჩვენ გვქონდა iPhone-ები, რომლებიც ძალიან წააგავდა, რო ვთქვათ, ძვირფას ნივთებს, თუმცა მათ არც თუ ისე მაღალი ფუნქციონალი ჰქონდათ. რაში გამოიხატებოდა ეს? ტიტანი და მინა. ეს არის ყველაზე ცუდი თერმოინდუქტორი მატერია, რაც კი შეიძლება რომ smartphone-ისთვის ავარჩიოთ, თუმცა 2025 წელს Apple-მა ეს გამოასწორა და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე ალუმინი და მინა. ალუმინის დიზაინში გარდა ესთეტიური ნაწილისა აქვს ფუნქციური დატვირთვა. ვინაიდან და რადგანაც ტიტანი და მინა არის ყველაზე ცუდი ინდუქტორი, სითბოსი და ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა iPhone 16 Pro-ს და 15 Pro-ს გახურების, ეს პრობლემა iPhone 17 სერიაში სრულიად მოგვარებულია და შეგიძლიათ ითამაშოთ, გადაიღოთ ვიდეოები, დაედიტოთ ფოტოები, რაც გინდათ ის აკეთოთ და თქვენი smartphone არ გახურდება. iPhone 17 Pro Max აქვს 6.9 ინჩიანი Super Retina XDR OLED ეკრანი, რომელიც დაცული არის Ceramic Shield 2-ით, რაც ნაკაწრებისგან ვიცავს. როგორც გითხარით, ალუმინის დაბრუნება უკან შემთხვევითობა არ არის. ის ძალიან კარგი ინდუქტორი არის სიცხის და შესაბამისად ჩვენს iPhone-ს, რომლის გულშიც 19 Pro-ს გერს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესორი, საშუალებას აძლევს, რომ გაგრილდეს, არ გადახურდეს და შესაბამისად მაქსიმალურად ხანგრძლივად დავტკბეთ ჩვენი საყვარელი თამაშებით, ვიდეო ედიტინგით, ფოტო ედიტინგით, ფოტოების გადაღებით, მოკლედ, ნებისმიერი რამით, რასაც თქვენი წარმოსახვა წარმოიდგენს. 19 Pro ნამდვილად საუკეთესო არის ბაზარზე. არ არსებობს მისთვის თამაში, ან ნებისმიერი ტასკი, რაც არ უნდა მისცეთ და ის სრულიად უპრობლემოდ გაუმკლავდება. კარგია, როდესაც გაქვს საუკეთესო პროცესორი. კარგია, როდესაც გაქვს smartphone, რომელიც ძალიან კარგად გრილდება, ტკბები შენი თამაშებით, ვიდეო ედიტინგით, თუმცა საინტერესო არის რამდენი ხანი გრძელდება ეს ყველაფერი? როგორ ძლებს iPhone 17 Pro Max-ის ბატარეა 6 თვის შემდეგ? iPhone 17 Pro Max ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ელემენტი აქვს. ამას ეს სტატისტიკებიც ცხადყოფს. iPhone 17 Pro Max ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კამერული სისტემა აქვს. ჩვენ ხვდებით 3.42 მეგაპიქსელიან კამერას, რომელიც გამოირჩევა თავისი გარჩევადობით, ფერების კონსისტენციით და რაც მთავარია უკომპრომისო ხარისხს. 17 Pro Max-ში ხვდებით სხვადასხვა ტიპის კონტროლებს, როგორიც არის ახალი photographic style, სადაც შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ლუკი და გადავიღოთ ნებისმიერი ჟანრის ფოტო. გარდა ამისა, განახლება შეეხო, რა თქმა უნდა, წინა კამერასაც, რადგანაც გვაქვს ეგრეთ წოდებული კვადრატული სენსორი, რომელიც საშუალებას იძლევა სრულიად ჩავატიოთ ჩვენს გარშემო არსებული გარემო ჩვენს კადრში და აღარ მოგვიწიოს ხელების გაძელვა. ახლა კი გავჩუმდები და გაცდით დატკბეთ iPhone 17 Pro Max-ით გადაღებული ფოტოებითა და ვიდეოებით. სანამ ვიდეო შევაჯამებთ, ვისაუბროთ Apple Intelligence-ზე. Apple Intelligence. ახლა კი შევაჯამოთ. ვისთვის არის iPhone 17 Pro? iPhone 17 Pro არის მათთვის, ვისაც სურს საუკეთესო კამერა, საუკეთესო ელემენტი, საუკეთესო ეკრანი, პროცესორი და რა თქმა უნდა, ვისაც ამის მატერიალური შესაძლებლობა აქვს. თუ თქვენ გაქვთ iPhone 14 Pro და ქვემოთ, რეკომენდირებულია რომ განახლდეთ. თუ იყენებთ iPhone 16 Pro-ს და Pro Max, დაელოდეთ iPhone 18-ს, ვინაიდან Apple უფრო მეტ ინოვაციას და სიახლეს შემოგთავაზებს ამ მოდელებში. დღეისათვის კი სულ ეს იყო. დროებით, მომავალ შეხვედრამდე.